ეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილია. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობს ოცნების პოლიციელი მშვიდობიან დემონსტრანტზე, რომელიც ახლა პატიმრობაშია და სასამართლოს განაჩენს ელის. თავად მამაგეიშვილი კი ჯერ კიდევ თავისუფალია და უფლებამოსილების გადამეტების გამო მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მამაგეიშვილს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პროევროპულ აქციებზე ხშირად ნახავთ. სწორედ აქ სამართალდამცველები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. წესად იქცა ტროტუარებზე დგომის, სოციალურ ქსელში დაწერილი პირადი მოსაზრებების გამო ადამიანების დაკავება და დაჯარიმებაც. არც ერთ სამართლებრივ მუხლში არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი ბანერი კონდეს აკრძალული და ბანერი იკრძალებოდეს. არ აქვს ეს მნიშვნელობა, კითხვითი ფორმით გამოხატულება იქნება, ამ ბანერზე დაწერილი საერთოდ სარიელი ფურცელი იქნება თუ მტკიცებითი ფორმის რაღაც ასე ვთქვათ გამონათქვამი იქნება. მთავარია, რომ მათ არ შეექმნათ დისკომფორტი და ნებისმიერი ფორმა იქნება ეს განსხვავებული აზრის მიმართ, ნებისმიერი ფორმა მათი მხრიდან არის ხოლმე ეგრეთ წოდებული გამართლებული. პირველი კითხვა, რასაც უნდა დაისვას, არის ის, რომ ახლა სასამართლო პროცესები რო ჩაინიშნება, რომელიმე საბუთში იქნება თუ არა როგორც დამკვირვებელი, თვითონ მამაგეიშვილის სახელი და გვარი ბუნებრივია არ იქნება, იმიტომ რომ დაგავების შემდეგ გააფორმებენ სხვა ადამიანებზე, ვითომ ისინი დააგავეს. ეს არის სამწუხაროდ მანკიერი პრაქტიკა, რაც საქართველოს წლების განმავლობაში დამკვიდრდა. წუხელ გვიან ღამით პოლიციელებმა მშვიდობიანი დემონსტრანტი თორნიკე თოშხუა პროტესტის გამოხატვისთვის დააკავეს. თოშხუა რამდენიმე თვიანი უკანონო პატიმრობიდან სულ რაღაც 3 კვირის წინ გათავისუფლდა. წუხელი საპროტესტო ბანერით თბილისის საკრებულოს ტერიტორიაზე იდგა, რა დროსაც პოლიციამ ძალადობრივად დააკავა. თოშხუა საზოგადოებრივ გამოკითხვას ატარებდა ბანერზე დატენილი ტექსტით. ბიძინა, სამიასოს უცენზურო კომბინაცია და კითხვის ნიშანი. ორი სავარაუდო პასუხი. კი ან არა. აკავებთ? რომელი მუხლით აკავებთ? რომელი მუხლით აკავებთ? რო გითხრათ ერთად. რომელი არ გიშლი ხელს, უბრალოდ გაგვაგებინეთ აკავებთ თუ არა? აკავებთ ადამიანს თუ რაშო აგვიხსენით მაშინ რის გამო აკავებთ? რომელი მუხლი არის? სად მიყავთ? სოლიდარობა თორნიკე თოშხუა. თოშხუას დაკავებას მალევე მოჰყვა რეაქციაც მოქალაქეებისგან. პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით თავი საკრებულოსთან მოიყარეს, კვლავ ბანერებით და საპროტესტო შეძახილებით. მალევე მათგან 9 პირი დააკავეს და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გურჯაანის, საგარეჯოს და დუშეთის იზოლატორებში გადაიყვანეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავდნენ, რეალურად არ ღვევდნენ წესრიგს. ეჭირათ შეურაცხმყოფელი ბანერები, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას და წვრილმან ხულიგნობასაც ჩადიოდნენ. სოლიდარობა თორნიკე თოშხუას. სოლიდარობა გიორგი ახაბაძეს. სოლიდარობა ვახოსანაიას. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. დამხობა ბიძინას. საქართველოში არ დარჩა არც ერთი სივრცე, ასეთი ფორმა, რომელიც ასეთი გამალებული შეტევის საბაბს არ აძლევს სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს არის მისი შიში და ეს სამაგალითო დაკავება, ესე გამოვარდნილი პოლიცია და 10 ახალგაზრდის გულშინ საჩვენებლად დაკავება არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მესიჯია სხვებისთვის, რომ არავინ არ გაბედოს, არავინ არ გამოხატოს პროტესტი. ფაქტია, რომ ეს არის ტერორი, წინააღმდეგობაზე ტერორი პროტესტზე, ნებისმიერი თქვათ თვითონ პოლიციელი და მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირი არის რეჟიმის მსახური და უკანონო დავალებებს ასრულებს და ბუნებრივია მათი პასუხისმგებლობაა და ადრე თუ გვიან უნდა დადგეს. წესრიგის დაცვა თუ პროტესტის უფლების ჩამორთმევა. ახლა მთავარი კითხვა ეს არის. ოპოზიცია აცხადებს, რომ ოცნება ქვეყანაში ძირფესვიანად ამკვიდრებს დიქტატურას, რომლის მთავარი მიზანიც კრიტიკული აზრის ჩახშობაა და ამ გზით ისინი საჩვენებელ სადამსჯელო ღონისძიებებს აწყობენ მოქალაქეების დასაშინებლად. ყველა სამართლიან სახელმწიფოში
გუშინდელი დამკავებლები, განსაკუთრებით ის, ვინც იძალადა ადამიანებზე იქნებოდნენ დასჯილი და მათ შორის უკვე დაწყებული იქნებოდა შიდა მოკვლევა სამსახურები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ველოდებით, ჩვენ ველოდებით, რომ რეჟიმი გააგრძელებს რეპრესიებს, გააგრძელებს ძალადობას. ერთი თმის ღერი ჩამოვარდება ჩვენ თანამებრძოლს, ერთი თმის ღერი ჩამოვარდება ჩვენს ოჯახის წევრს, ისინი მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის დამახასიათებელი ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმებისათვის, ასეთად აქცია ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს. ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში ის ბოლო ფინალური ფაზა, რომელიც აქვთ ხოლმე რეჟიმებს, იმიტომ რომ ვფიქრობ ბოლო 2 წლის მანძილზე, რაც წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, ქართულმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას არ ეშინია რეჟიმის. ყველაზე საინტერესო და სასაცილო ფაქტი რაც არის, არავინ არ იცოდა გუშინ, აი არც ჩემმა მეგობრებმა, არც ჩემმა კოლეგებმა არ იცოდნენ იმ ბანერზე რა ეწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ მივიდა და ეს ადამიანი რომ დააკავეს, აი ამის შემდეგ გაიგო მთელ ქვეყანამ ამ ბანერზე რა ეწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ეს სურვილი ქონდა რომ მთელ ქვეყანას გაეგო ბიძინა ივანიშვილი როგორ იყო მოხსენებული ამ ბანერზე, მათი არჩევანია უღოცა მათ ეს შეძლეს. მომხდარიდან მალევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფაქტი სამართლებრივად შეაფასა. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქეები აპროტესტებდნენ მშვიდობიანად, მათზე კი ძალადობდა პოლიცია. სამართალდამცავის ასეთი ქმედება კი საპოლიციო სისტემაში ძალადობას ნორმად აქცევს და სისტემურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ორგანიზაცია განცხადებაში მოძალადე პოლიციელის დასჯას მოითხოვს. ვირც ერთი იმ კონკრეტულ ვიდეოში ნაჩვენები გარემოება ვერ გაამართლებს პოლიციელის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელების საჭიროებას. გავსი რაღაცა აღკვეთა და განეიტრალება ხომ არის კონვენციის დარღვევა. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკურ პირს და მათ შორის საჯარო პირს სულ რომ ვულგარულად მიმართავდეს ან პირი გამოხატავდეს მის მიმართ რაღაც კონკრეტულ პოზიციას აქვს მაღალი თმენის ვალდებულება. პოლიტიკური შეხედულების გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავების ვერსიას არ იზიარებს ქართული ოცნება. მეტიც, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ევროპული სტანდარტები მოქმედებს და ყველა ვინც დაარღვევს კანონს, აუცილებლად დაისჯება. როდესაც გამოდიხარ და შეურაცხყოფებს აყენებ სხვა ადამიანს, ლახავ მის უფლებას და ყვეთავ იმ ზღვარს, რომელიც არის წითელი ხაზი და რომლის შემდეგაც აუცილებლად იქნება კანონისმიერი რეაგირება, რა თქმა უნდა, მზად ხარ ალბათ, რომ მიიღო შესაბამისი საპასუხო რეაქცია. თუმცა ალბათ ესეც ხდება პროვოკაციულად იმისთვის, რომ თითქოს უცხოურ მედიაში გაასაღონ, რომ აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს აკავებს პოლიცია, მაგრამ ამ დაკავებებს აქვს თავისი კანონიერი საფუძველი და ეს საფუძველი არის იმ სტანდარტის, რომელიც ნამდვილად მუშაობს ევროპაში. ოცნება ევროპულს არა, მაგრამ რუსულ სტანდარტებს ნამდვილად იზიარებს. ბოლო ათწლეულების მანძილზე სოციალურ ქსელში სულ მცირე 3 შემთხვევა მაინც გავრცელდა, სადაც რუსეთის ცენტრალურ ადგილებში მოქალაქეებს ცარიელი ბანერით დგომის ან წარწერიანი ბანერით პროტესტის გამოხატვის გამო კრემლის პოლიცია აკავებს. მაგალითად 2009 წელს მოსკოვში წითელ მოედანზე ცარიელი ფურცლით დგომის გამო აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დააკავეს. Повторяю, требую прекратить ваши противоправные действия. Домой. Продолжаем. Куда вы его толкаете? Все, забрали. წუხელ ბანერით პროტესტის გამო 10 მოქალაქის დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. არქივი ინახავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა 2023 წელს საქართველოს პარლამენტთან მომხდარი. მაშინ ქართველი უფლებადამცველების ნაწილი უწყებასთან ცარიელი ფურცლებით, ნაწილიც კი ბანერზე დაწერილი კონკრეტული საპროტესტო ლოზუნგით იდგა. მოქალაქეების პროტესტის მიზეზი წლების წინაც ოცნების მაშინდელი მინისტრის და აც უკვე ივანიშვილის პირადი პატიმრის ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური განცხადებები იყო. დააკავებს თუ არა ოცნება მოძალადე პოლიციელებს, ახლა მთავარი საკითხი ესაა. ძალადობა ქუჩაში კამერების და მოქალაქეების თვალწინ მოხდა. პარალელურად მათ მიერ დაკავებული 10 მშვიდობიანი დემონსტრანტი სასამართლო პროცესის ჩანიშვნის და განაჩენის მოლოდინშია. მათ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელით. პროცესი სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.